დღეს შევიკრიბეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა პატივი მივაგოთ საფრანგეთში დაღუპული ადამიანების ხსოვნას. ვფიქრობ, რომ ძალიან შემზარავი მოხდა და ზოგადად ტერაქტი და ეს ჯგუფი, ეს დაჯგუფება, რომელიც მუშაობს მსოფლიოში უდანაშაულო ადამიანების დახოცვაზე არის საშინელება და მიუღებელი. ამიტომ ჩვენ არასამთავრობო სექტორი ყოველთვის ვგმობთ მსგავსი ტიპის ძალადობას და მოუწოდებთ როგორც ხელისუფლებას, ასევე ნებისმიერ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ეს საშინელი ტირანია დავამარცხოთ, რასაც ქვია თავისუფლების შეზღუდვა და რასაც ქვია ის ომი კონკრეტულად რაც ახორციელებს ეს წარმომადგენელი. სამძიმარს უწყადებთ ფრანგ ხალხს. არ ვიცი, ეს ტრაგედია არ არის უბრალოდ საფრანგეთის, ეს ტრაგედია არის მსოფლიოს, იმიტომ რომ ტერორიზმი არის 21 საუკუნის შავი სენი, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიომ ერთად უნდა გადალახოს. ხოლო რაც შეეხება არა ადამიანებს, ვინცაც საქციელი ჩაიდინა, ყველა უნდა განადგურდეს პირწილად, იმიტომ რომ ეს არის სენი, რომელსაც პრევენციით ვერ უშველი, საუბრით ვერ უშველი, დიალოგით ვერ უშველი. აქ არის პირდაპირ ფიზიკურ განადგურებაზე საუბარი და დღეს ჩემიდან გამომდინარე ყველანაირ ჰუმანურობას ვიცი და პირდაპირ მიმართავ ყველა სამსახურს, ყველა სახელმწიფოს, ვისაც ეს ხელისუფლება, რომ გაანადგურეთ ისლამური სახელმწიფო. გაანადგურეთ, რადგან ეს პრობლემა არ არის ჩვენი, ეს პრობლემა მალე გახდება ჩვენი შვილების. მათი თაობების, შემდეგი თაობის პრობლემა გახდება და სანამ მათ შეხებიათ ეს ყველაფერი, დროა მსოფლიო მიმოქმედოს შეთანხმება. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოვედით საფრანგეთის საელჩოსთან, რათა პატივი მივაგოთ საფრანგეთში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია არის სწორედ პატივგება და სოლიდარობა. ჩვენ გვახსოვს ქართულ საზოგადოებას, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირდა აგვისტოს ომში საფრანგეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საქართველოს და ქართულ ხალხს გვერდით დაუდგა და შესაბამისად დღეს ამ რთულ და მძიმე წუთებში ჩვენი ვალია ამ ფორმით სოლიდარობა და პატივგება გამოვხატოთ როგორც დაღუპულთა ხსოვნის მიმართ, ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საქართველოსთვის. ამიტომ ჩვენ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვალდებულად მივიჩნევდით თავს, რომ მოვსულიყავით საფრანგეთის საელჩოსთან და ყვავილებით შეგვემკო ის ადგილი, სადაც რომელიც გარდაცვლილთა ხსოვნის პატივგების აღსანიშნავად ქართულმა საზოგადოებამ ყვავილებით შეამკო. საფრანგეთში ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა, ჩვენ რა თქმა უნდა ფრანგი ხალხის ფრანგიერის გულზე ვდავართ და მთლიან საფრანგეთის არამარტო ჩვენ გვაქვს ტერორიზმს, ჩვენ ვაცნობიერებთ ასევე იმას, რომ საქართველოს ტერორიზმის საფრთხის ქვეშ დგას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცივილიზებული სამყარო მოხდეს რეაგირებას და რაც შეიძლება მალე მიკროსკოპში ასრულებენ ისლამური სახელმწიფოს, როგორც არსებობას, თავადების ოფისის ისტორიაში.